Raunda dano დღეს ეკლესია სახარებით გვახსენებს ჩვენ კიდევ ერთხელ როგორი უნდა იყოს მონანული ადამიანის ცხოვრება და როგორი არ უნდა იყოს ადამიანის ასეთი ზე მართალი პოზიცია. ესე იგი ორი კატეგორიის ადამიანზე საუბრობს დღევანდელი სახარების შინაარსი, როგორც წინა კვირას მეზვერესა და ფარისევლის ორი ფენომენი იყო, ასევე დღესაც იგივე ოღონდ სხვა კუთხით, სხვა ჭრილში წმინდა სახარება გვასწავლის ჩვენ, რომ არ არსებობს ადამიანი უცოდველი, მაგრამ ყველა ადამიანს, ვიდრე ის ცოცხალია, აქვს ცხოვრების შესაძლებლობა და შანსი. ამიტომ დღევანდელი სახარება ესეთი სიტყვებით იწყება, რომ მამას ორი ძე ყავდა. მამაში იგულისხმება ძმაუნდადანო ცხადია ღმერთი. ორი ძე ყავდაო და ერთი უმძიმესი, ანუ უმცროსი, მეორე უფროსი, ეს უმძიმესმა, როდესაც მიაღწია, ესე იგი ზრდასრულ ასაკს და უკვე ჯულის კანონით, მოსეს ჯულის კანონით თანახმად ეკუთვნის თავისი წილი მამისა, მან თავისი აი ესეთი კარაფშუტობით, თავისი სულსწრაფობით და იმ ნებებისკენ მიდრეკილებით, რომელიც მას ჰქონდა თითქოს და დამოუკიდებელი ცხოვრების სურვილით, მან აიღო და მოსთხოვა მამას თავისი წილი. მესამედი იმ მამის ესე იგი მონაგებიდან და მამამ მისცა ეს წილი, ანუ აქ ჩანს უფლის კეთილ განწყობა მოყვასის მიმართ, ადამიანის მიმართ, ჩანს რომ ადამიანს მიეცა თავისუფალი არჩევანის უფლება. ანუ აძლევს მას ამის კი ბატონო, არ გსურს ღმერთთან ყოფნა, სადაც გსურს წადი, ამისი თავისუფალი ნება ადამიანს გააჩნია. მაგრამ რა ემართება ადამიანის სულს აი ამ შემთხვევაში, ეს უკვე სულ სხვა საკითხია. და რა დაემართა, ესე იგი აი ამ უმცროს ვაჟს, მან გაფლანგა ძალიან მალე ეს თავისი ქონება, ანუ გაფლანგა ნიშნავს, რომ ის სულიერი თუ რაიმე ფასეულობა გააჩნდა ამ ადამიანს, ხო? ფაქტიურად ყველაფერი წყალში ჩაყარა, დაიწყო ცოდვებში ცხოვრება, ნებებში, ღრიამულში, ჭამასმაში, გარყვნილებაში, გართობაში გაატარა ეს ცხოვრება და მალე მიხვდა, რომ არანაირი უკვე არაფერი მას არ ებადა და იწყება, ესე იგი, მისი მეორე ეტაპი. ანუ უკვე ხედავს, რომ იწყება მისი შიმშილი. ანუ ესე წერს წმინდა წერილი, რომ იმ სოფელში, სადაც ის წავიდა იმ ტერიტორიებზე, დაიწყო შიმშილი. შიმშილი სულიერი გაგებით ნიშნავს სულიერ შიმშილს. ანუ აი ამ ადამიანს უკვე სერიოზული დეფიციტი აქვს აი ამ სულიერების. ამას ხედავს თვითონაც უკვე, რომ აბსოლუტურად ყველანაირად გამოცლილია აი ამ სულიერ არს, ის მთლიანად გახდა ამხორცული და როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს, კაცი პატივსა შინა იყო და ბაძავდა იგი პირუთთა უგუნურთა მათო. აი ესეთი მსგავსი მდგომარეობა ეუფლება აი ამ ახალგაზრდა ადამიანს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ის აბსოლუტურად ღვთის ხატებასა და მსგავსებას განშორებულია და შემორჩენილი აქვს პატარა ნაპერწკალი, რომლისაც გაღვივებას შემდეგ ის შეეცდება. და მანამდე კი რაღაცნაირად ცდილობს, რომ აი ამ გამოძვრის აი ამ მდგომარეობიდან, ოღონდ არა ღვთის დახმარებით, არამედ საკუთარ ძალებზე დახტნობით. და რას აკეთებს, ესე იგი, ვიწყებს ესე იგი ღორების პატრონობას მოვლას იქ მომულელად და ისეთი დიდი შიმშილია, რომ თვითონ აი ამ ღორების საკვებიც კი ენატრება მას საჭველათო. ანუ მისი ეს უკიდურესი სულიერი შიმშილი
ძალიან ძლიერია, იმდენად ძლიერი, რომ ყველაზე უკიდურესი ფორმა, ესე იგი ცოდვისა, ღორების ყოლა ებრაელებისთვის ჯულით მიუღებელი იყო, ყველაზე უკიდურესი, ესე იგი ცოდვის მდგომარეობა ჰქონდა ამ ადამიანს და მაშინ უჩნდება მას პირველი ნაპერწკალი იმ ჭეშმარიტებისა, რომ მე აქ შიმშილით ვიყופებიო, ღორების საჭმელიც მენატრებაო და მამაჩემთანო კიდევ არათუ ძეო, არამედ მოსამსახურეებიც კი გაცილებით უფრო უკეთესად და ძალიან მშვენივრად კარგად გრძნობენ თავსო და ეწყება ესეთი თამდაბლური აზრები, სინდისი ეღვიძება ამ ადამიანს და იწყება ფიქრები, რომ წავალ მამასთან ჩავვარდები ფეხებში, ვთხოვ შენდობას, ვეთყვი რომ მიმიღე არა როგორც ძე, არამედ ერთი როგორც რიგითი მუშაკთაგანიო და საჭმელს მაინც შევჯამო. ეს განწყობა ცოდვილი ადამიანისა ყველა ჩვენთაგანში უნდა იყოს, იმიტომ რომ სახარება როდესაც საუბრობს ცოდვილებზე, უნდა ვიცოდეთ და წმინდა მამები ასე ამბობენ, რომ ყველა ცოდვილში საკუთარი თავი უნდა დავინახოთ. და ჩვენც ამ შემთხვევაში დავინახოთ, რომ გავიღვიძოთ, დაუშვათ დავმძიმდით ამ ცოდვებით, ხო? და დავინახოთ, რომ ამ მამის წიაღშიო იქ არათუ ძე, არამედ სხვებსაც აქვს საჭმელიო, სასმელიო, სულიერად იკვებებიან ეს ადამიანები და მე კიდე აგერ შიმშილით ვიღუპებიო და ამ სულიერი შიმშილის დაკმაყოფილება ადამიანს რეალურად შეუძლია ეკლესიაში მობრუნებით, ღმერთთან მობრუნებით. იმიტომ რომ ეკლესიის კარი, ღვთის კარი არის ყოველთვის ღია და როგორ იღებს მამა, ესე იგი ასეთ დამძიმებულ შვილს, როგორ მიიღო დღევანდელ იგავში. ხედავთ რომ არც კი აცლის ამ სიტყვების თქმას მამა, როდესაც ეს შვილი მოდის, ასეთ დამძიმებული და ამ შემართებით, რომ უნდა ეს ყველაფერი უთხრას, რაც აქვს გულში, რომ ეს თამდაბლური სინანულის განწყობილება და მამა ჩაიკრავს მას გულში, მიიხუტებს ასია დედა ეკლესია ყველა ცოდვილს ღებულობს, ჩვენ ვიცით ამის შესახებ, რომ არაერთგზის გვითქვამს, რომ ყველა მონანული ვისაც კი ეს სინდისი გაუღვივდება და ამ ცოდვების აღსარების, აღიარების სურვილი უჩნდება, მას ამისი არ უნდა შეეშინდეს და ამ ცრუ სირცხვილის მდგომარეობებიც არ უნდა კონდეს, იმიტომ რომ ნამდვილად ყველაფრის მოსმენა შეიძლება და ღვთის წინაშე ამის ყოველივეს შენდობის ლოცვის წაკითხვაც შესაბამისი, ესე იგი კანონების მიხედვით. და სწორედ ესეთი უნდა იყოს მონანულის მდგომარეობა, მან უნდა მოვიდეს ეკლესიაში, შეინანოს თავისი შეცდომები, დაუბრუნდეს იმ ძველ მადლმოსილ მდგომარეობას, როგორშიც ადრე იმყოფებოდა, ნათლისღების დღიდან. და ის საკუთარი თავის გაღმერთება, დაკერპება, რომელსაც ის ახერხებდა იმ პერიოდის განმავლობაში, რომ თითქოს და მას შეეძლო დამოუკიდებლად ღვთის გარეშე რაღაცის კეთება, დავინახეთ, რომ რა შედეგი დამთავრდა, მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო ძიმდებოდა და თუ არა ეკლესიაში ღმერთთან მობრუნება, ეს ადამიანი იღუპება, ცხადია. და ესეთია ამ მონანული ადამიანის მდგომარეობა, მოდის მამასთან და მამა აჯილდოვებს მას, დაკლავს ზვარაქს ჭამებულს, ხო, შესამოსელს საუკეთესოს ჩააცმებს, ბეჭედს წამოაცმებს თითზე. ეს კი ყოველივე ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს უბრუნდება მადლის სულიწმინდისა, რომ ამ ადამიანს ეს ბეჭედი ნიშნავს ბეჭედის სულიწმინდისა, რომელიც მას ჰქონდა ნათლისღების დროს მიღებული, ეს ბეჭედის სულიწმინდისა მასში კვლავ გაღვივდა, კვლავ დაებრუნა ის მადლმოსილი მდგომარეობა. ეხლა რა ხდება მეორეზე, უფროსი ველიდან მოდის, უფროსი ძე და წმინდა მამები ამბობენ, რომ უფროს ძეში ჩვენ უნდა დავინახოთ ის ფარისევლები და წიგნობრები, რომლებიც ქრისტეს ირგვლივ ცხოვრობდნენ, მაგრამ თითქოს და მათ ჯულიც ჰქონდათ, ამას ნიშნავს, რომ ის ძე
იმყოფებოდა მამასთან, ნიშნავს იმას, რომ ის მათ ჰქონდათ ჯულის კანონი, ხომ? აი ამ ჯულის კანონით ცხოვრება მათ შეეძლოთ და გარეგნულად პრინციპში ამას აკეთებენ კიდეც და ამას ნიშნავს მანდადანო აი ამ უფროსი ძმის სიტყვები, რომ მე შენთან ვარო, ყოველთვის შენთან ვიყავიო და შენო კიდე არ დამიკალი ერთი თიკანისო. ანუ მე ყოველთვის შენთან ვიყავ ნიშნავს იმას, რომ აი ამ ადამიანებს ჰქონდათ ჯული ყოველთვის თავიდანვე მოცემული ფარისევლებს და მაგრამ გარეგნულად ცხოვრობდნენ, ხომ? ველში იყო, ანუ აქაც წმინდა წერილის განმარტებლები ამბობენ იმას, რომ ამ ველს ნიშნავს, რომ გარეგნული საქმეებით იყვნენ დაკავებული, ანუ გარეგნული ფასადი ჰქონდათ მათ სულიერების, შეიძლება ჯული იცოდნენ კარგად, მაგრამ ამავე დროს სული აბსოლუტურად უცხო იყო ღვთისთვის, სულიერების მიღებისთვის. და ამიტომაც აი ეს უფროსი ძმა თითქოს და ზემართლური პოზიციიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში იმყოფება უფრო მცდარ მდგომარეობაში, ვიდრე ის უმცროსი, რომელმაც დაინახა თავისი უძლურება, დაინახა თავისი უბადრუკება, უამრავი ცოდვები და გადაწყვიტა, რომ დაუბრუნდეს მამას, რაც არ უნდა გამკიცხოს მამამ, რაც არ უნდა მითხრას, ის ფიქრობს, რომ მირჩევნია მამასთან ვიყო, ვიდრე მის გარდა, მის მიღმა, იმიტომ რომ ეკლესიის მიღმა ძმამდადანო არ არის ცხონება. აი ამას ნიშნავს ეს იგავი, იწყება ზეიმია, როდესაც დაკარგული ცხვარი ბრუნდება. ამის არაერთი ნიმუშია სახარებაში მოცემული, ასევე უხარია დღესაც ეკლესიას, როდესაც დაკარგული ცხვარი, ანუ მრევლი ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ ეკლესიურად, გონცმოეგებიან, დაუბრუნდებიან დედა ეკლესიის წიაღს და მოიპოვებენ მადლში ცხოვრების საშუალებას, რაც არის საწინდარი მარადიული ცხოვრებისა. რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ ძმაუდადანო აი ამ იგავიდან უკვე გასაგებიც არის, რომ ჩვენ გულწრფელი აღსარება უნდა ვთქვათ. აი ამისკენ გვამზადებს ჩვენ მარხვას უახლოვდებით და დედა ეკლესია გვამზადებს ამისკენ, რომ აი მოვემზადოთ, დავინახოთ ჩვენ ეს ცოდვები, ეს სულიერის შიმშილი და დავინახოთ ასევე ის, რომ ეს შიმშილი პირდაპირ სიკვდილისკენ მიდის, იმიტომ რომ სულიერ სიკვდილთან უკვე რეალურად ჰქონდა საქმე. ამას ამბობს მამა, რომ ეს ძევო მომკვდარი იყო და გაცოცხლდაო. რას ნიშნავს? ხო, ფიზიკურად ის ცოცხალი იყო, მაგრამ სულიერად იყო მკვდარი და გაცოცხლდაო, დაკარგული იყო და იპოვაო. ეს იმას ნიშნავს ძმამდადანო, რომ ჩვენც აი ესეთი, როდესაც ცოდვებში იძირება ადამიანი, ის სულიერად კვდება, სულიერი მიცვალებულების უმრავლესობა დღეს კაცობრიობას ამძიმებს. ამასაც ვხედავ ჩვენ და ეკლესია ყოველთვის ამბობს, რომ მცირე სამწყსოზე ამახვილებს ყურადღებას, იმიტომ რომ ყველას არ სურს ძმაუდადანო ჭეშმარიტებისკენ მობრუნება, ყველას არ სურს ეკლესიის წიაღში ყოფნა, არ სურს მისი სწავლების მორჩილება, არ სურს ამ ცნებებით ცხოვრება და ურჩევნიათ, რომ თვითნება ცხოვრებას ეწიონ, რაც არის საბოლოოდ წამწმენდელი. ასე რომ აი ამ იგავიდან ჩვენ ვისწავლოთ ძმაუდადანო, რომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი სულიერი ცხონებისთვის, სულიერი ცხოვრებისთვის შემართება პირველ რიგში, რაც გააკეთა აი ამ უმცროსმა შვილმა, რა გააკეთა, რომ პირველ რიგში გაიაზრა თავისი მდგომარეობა, ხო? ჩვენც გავიაზროთ, რომ როგორ დავიმძიმეთ ჩვენი სული აი ამ სიბინძურით, 1000 ცოდვით, რომელიც ყოველდღიურად, რომელსაც ჩავდივარ ჩვენ და შემდეგ აი ამ პირველი შემართების შემდეგ უკვე გადაიდგას უნდა მეორე ნაბიჯი, თქვათ აღსარება, რათა საბოლოოდ ეს ცოდვა მიგვეტევოს და ღმერთმა ჩაგვიკრას გულში. ღმერთმა დააგვლოცოს, შეგვიწყალოს და გვაცხონოს ჩვენ და სრულიად საქართველოს და სრულიად სამყარო, ვისაც რა თქმა უნდა სურს ცხონება.